ზუგდიდში ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს. 2020 წლისთვის ქალაქს ექნება თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფს კანალიზაციის უსაფრთხო გაწმენდას, გადამუშავებას და გარემოს ააცილებს დიდ რისკებს. ანალოგიური პროექტი უკვე განხორციელდა ანაკლიასა და ურეკში. მსგავსი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება საქართველოს სხვა მრავალ ქალაქში. სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო, საინჟინრო და შესყიდვების კონტრაქტორი კომპანია Prime Beton ახორციელებს. Ჩვენი კომპანია ასრულებს სამშენებლო სამუშაოებს დაახლოებით 1 წელიწადში სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი იქნება დასრულებული, შემდგომ დაიწყება საინსტალაციო სამუშაოები და 2020 წლის დასაწყისში ქალაქ ზუგდიდს ექნება თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა ნებისმიერი ქალაქისთვის. ანალოგიური პროექტი ჩვენ უკვე განვახორციელეთ ანაკლიაში, გავაკეთეთ ურეკში და ძალიან დიდი პროექტი არის საქართველოს მთავრობის, რომელიც გულისხმობს საქართველოს სხვა მრავალ ქალაქში ანალოგიური ინფრასტრუქტურის მოწყობის და დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კომპანია ასევე პირნათლად შეასრულებს თავის სამუშაოს როგორც აქ, ასევე სხვა პროექტებში. ჩვენ ხა ვიმყოფებით ერთ-ერთი კომპანიის Prime Beton-ის სამუშაო ლოკაციაზე, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას და სპეციალიზირდება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ქართული კომპანია, რომელიც საკმაოდ დიდ ნიშას იკავებს ამ სპეციალიზაციით და ნერგავს know-how-ებს სამშენებლო მიმართულებით. ქვეყანას საკმაოდ მასშტაბურ პროექტებს გეგმავს ინფრასტრუქტურის მიმართულებით. გაზრდილი მოთხოვნა და პროექტების მეტი რაოდენობა მოითხოვდა კომპანიისგან მისი საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას. შესაბამისად, ზუსტად ამ მიმართულებით განახორციელა Gazelle Finance-მა ინვესტიცია ამ კომპანიაში, რომ ეს ჩვენი განხორციელებული ინვესტიცია მოხმარებოდა კომპანიის წარმატების გაზრდას, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ ამ პროექტებზე მუშაობა. საქართველოში საოპერაციო არეალის გაფართოების მიზნით Prime Beton-ში $1,000,000 ოდენობის ინვესტიცია ამერიკულმა საინვესტიციო ფონდმა Gazelle Finance-მა განახორციელა. Gazelle-ის ფონდის ინვესტიცია მოხმარდება კომპანიის ტექნიკური და საოპერაციო შესაძლებლობების გაზრდას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კომპანიას განახორციელოს უფრო ფართომასშტაბიანი სამშენებლო პროექტები და დაასაქმოს ადგილობრივი მაღალკვალიფიციური მუშახელი. Gazelle Finance ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახორციელებს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების, საკრედიტო და კაპიტალში მონაწილეობის ოპერაციებს. პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გატარებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა საქართველოს უპირობო ლიდერად აქცია რეგიონში. Gazelle ფონდი თვალსაჩინო მაგალითია ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუციონალურ ინვესტორებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობისა. გრძელვადიანი დაფინანსება ზოგადად იშვიათ რესურსს წარმოადგენს საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიებისთვის. სწორედ ამიტომ Gazelle Finance-თან თანამშრომლობა ბიზნესის სწრაფი ტემპით ზრდას უწყობს ხელს. საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურული და სამშენებლო ბაზარი სულ უფრო და უფრო პერსპექტიული ხდება. რაც შეეხება კონკრეტულად ამ გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია. მოხარული ვარ, რომ ანაკლიასა და ურეკში წარმატებით დასრულდა ანალოგიური ნაგებობის მშენებლობა. Prime Beton-მა დაამტკიცა, რომ ქართულ კომპანიას შესწევს უნარი არა მარტო სრულფასოვანი კონკურენცია გაუწიოს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, არამედ გაიმარჯვოს კიდეც სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ სამშენებლო პროექტებზე გამოცხადებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ტენდერებში. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც მომდევნო 3 წლის განმავლობაში განზრახული აქვს $3.5 მილიარდი ინვესტიციის განხორციელება ინფრასტრუქტურულ პროექტებში.